დეიცი დღეს სკოლაში რო ვიტირე, ქართულის გაკვეთილზე. კიდე ლუბიანი წაგართო ხო მასწავლებელმა? ვაჟა, თემა ხომ მქონდა დასაწერი და რო წაუკითხე, ბავშვებს მიუბრუნდა და უთხრა ბავშვებო, აი ასეთი არ უნდა იყოს თემაო. და მე მემითხრა, რომ მეორე კლასელის დონეზე ხარ. უყურე რა, მაგის ალაპარაკო რო გახდები, მანდ არ მომიყვანოს ვიცოდე. დასაწერი გაქვს კიდე რამე თემა? კი, და აი სათაური არის ქართველობა. მიდი ინგა, ისეთი თემა დააწენე რომ ქვაგახითქოს. იმიტომ რომ მარიკო გვაგახითქილია ტირილით. მაჩვენე აბა. რას ნიშნავს თქვენთვის ქართველობა? აბა, რას ნიშნავს? რა ვიცი ახლა ღირებულებები, ტრადიციები, მამული ენა, სარწმუნოება, რა ვიცი რასაც ილია ამბობდა, ხო? მანდ ისიც დამატეთ რომ ქართველობა მარტო სუფრაზე დალეული ყანწით არ იზომება. უნდა გვესმოდეს კარგად რას ნიშნავს იყო ქართველი და მაშინ სადამე ევროპელი. აჰა, ესე ზურაბჟანია ცნობილი ციტატა. ციტატა რა არის? მე რომ ჭირდა? არა, ეგ ცისტიტი იყო. რა დროს ეგ არის, კაცო, მიდი ჩამოვწეროთ ახლა რაც გაგვახსენდება. ისტორიულად რა ვიცი, მის დღემში ევროპისკენ მივდიოდით, ოქროს ხანა გინდა, სულხან საბა თუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. რა ნერ სიტყვებს ამბო? ბეგანი რო დავწერო, მიხვდება რომ შენ დამაწერინე. აბა ქართულებაზე რო გასდევთ, თემა სხვა რა უნდა დაწერო? ყანწების ქემა და ქართული ენა რო გვაქვს მარტო იქ? ეგ ჩვენი წინაპრები რო იყვნენ ევროპული ღირებულების მატარებელი, იმიტომ ვართ ჩვენც. ეგ ნიშნავს დაგვაგონებენ დღემდე. მოხვედიო მარიკო? რა გატირებს? კიდე არ მოეწონა ხო თემა მასწავლებელს? არა, პირიქით. ისე მოეწონა შენი დაწერილი თემა, რომ კლასში გამოაკრა ჭიკარტებით კედელზე. მაგრამ მე მაინც ორიანი დამიწერე, და შენს კიდე 10-იანი ეკუთვნისო. რა გაცინებს? ძლებს გავწმინდე ეს მანქანა რა. რასაც ჭამენ ეს ჭიტები შემანქანაზე ინელებენ მე მგონი სულ ყველა. როგორ უვლის და ევლება თავს თავის მანქანას, არავინ მოგპაროს. Привет, მადო, რა ვახარ? ვირა უნდა მომპაროს, როგორ ამობანში ხვალწიე ჰაერში. გავაკრიალე ხო, აი უყურე. მარიკოს ხონდა ჩაპნეული ზერატოსები, სადაც დაუდგრიფეს სულ. კიდე ვინახე შენი ბიჭი თამაშობდა იქით სტადიონთან დარბოდნენ ბავშვები. დედა რაღაცას უთავი გოგო დაანებე თავი. უი დედა. შეხედე კიდე ყრია ზერატოსები პედლებთან რა. მარიკო, რატო ჩამიყარე ესენი შიგნით მანქანაში? სად გარბი ხარ? ვარგანანო ექსტრიბილი ნახავ რა. კიკაიო შენთან ლაპარაკი ჩემო ინგა, მაგრამ წავედი გოგო ბავშვი მყავს მიტოვებული კალიასკით სტადიონზე. მიდი, მადო, აბა შენიცი. ესეც თუ ძიძა რა, მიამდო ბავშვი სტადიონზე. მარიკო, რა არის მეთქი ეს გეკითხები? უყურე რა. ინგა სახლისკენ ხوار მოდიხარ. შეხედე გოგო როგორი თხრილი ვიყიდე, იმერელი ქალისგან. დედა რა თხრილი იყიდე გოგო? თხილი, ჭურჭხელებისთვის რო გინდოდა. წამოვალ ხო აგატანინებთ მაგასაც. გავაკრიალე გოგო მანქანას, თუ ესენი ქონდა ჩაფნეული მარიკოს. მალე ამოდი შენ. მოგიბლი. ბავშვებო, მოდით. აი ეს არის ჩემის მანქანა, რო გეუბნეოდით. ღია არ დატოვებული. მოდით ჩავსხდით. სიკვდილი ჩაკეტვა როგორ დამავიწყდა რამე ხო არ ამაცალეს მანქანა. რა არის ეს? დედა სუზალატოსებია ისე ჩაპნეული. ანასტასია, ხო სახში ეგ ვაჟბატონი. არ გაუშვა არსად, რო ამოვალ უნდა დავაკლაზეთ რა. რა ვიდეოს გადაიღებ კაცო, ვერ ახარ შენ რა. ვაი, თქვენი გამყალბებელი. მოხვედიო მარიკო, მოიტანე ყველაფერი რაც გთხოვე. კი, ქათამი, ბრინჯი და პილპილი და კიდე 20 ლარი ხურდა. ხო, მომეცი. რა საკეთებ? რა ვიცი, ვამოწმებ ყალბი ხო არ არის. გაყალბებაა ყველგან ხო ხედავ. ინგა, მე მგონი შენ შუცაც უნდა მიაკრა აწი შტრიხ-კოდი, რო არავინ გაგიყალბოს. თუ არ იცით მიაკრა მეგიტყვი. შტრიხ-კოდი აღარ გამაგონა შენი ჭიტი მე რა. საჭმელს გავაკეთებ ახლა და შეჭამე ისე არ ზახვიდე სამსახურში. დედა რამდენი ხალხი იყო გუშინ აქციაზე, ვაი, ერთი დღის დაგეგმილზე თან. წრემლებს ვერ ვიკავებდი. ვიცი ხო, დიმაჯი რო პატარა ბალიშო წრემლები ქონდა დაწუთებული სახში რომ მოვედი აქციიდან. კი, ტირო და გუშინ ტელევიზორს რო უყურებ და უნდა გადავრჩე თუ ასე იცახდა. ეს ქათამი საჭმელად უნდა გააკეთო დღეს. არა, უნდა გავუშვა, გადაწყვილი უთავო ქათამი სახში და ივლის აქ. როგორ გახიზიანებული. ნამდვილად. დილთაც რო გაღიზიანებული ციციბურად ამახვიდრე, იმდო გადავყარი ნაგავში. უი, დელია დედა შემხვდა წეღარ რომ ამოდიოდი, საღამოს გამოგივლი და აქციაზე წავიდეთო. ხო, გუშინ ვეღარ წავედით, მაგრამ ვაწივივლით ხოლმე სულ. ოპოზიციის გეგმა გჭირდება, გენაცვალე, გაინძრნენ ცოტა. ამ არასამთავრობოებმა შეუტიონ და დავანახოთ კაცო იმ დასავლეთს, რომ არ შევეგუებით ჩვენ ამ სიტუაციას.
41-ის მეფე ქართველი ემიგრანტები კიდე საერთოდ უნდა გამოყარო იქიდან. ევროპაში რო ხარ შენ თვითონ საქართველოსთვის ვერ იმედებ ევროპულ მომავალს, რაღაცა გამოგონილი ომის შიშით. ისე კი ვერ აგაკ რაღაცა კარგად. მოდით ახლა გამოდით გავაკეთე ბრინჯი და ქათამი. მე თავი ინდოელი მგონია მესამე ჭამუკო ამ კვირაში. აურანელი გემოაკ. რამე დარღვევა აღმოაჩინე? კი მარილშუქ დარღვევა და გასაფათილებელია. ნაგები სად არის? აჰა, ძეხვი შვრია და ტუალეტის ჩოთკი დამჭა საყიდელი. და კიდე შოკოლადი მან წერია. არ წერია მოვახიე ეგ უკვე. დამაცად ახლა გამოზომილი მაქვს პური შენი ჭირიმე რა. უკაცრავად ქალბატონო შვრია სად ნახო? ფირმაში. აი მე რა ვიცი მუშაობ ფაკადო რა არის. აუ ნუ ყვირი ხა დედა ჩემს. წამოდი ომარიკო ერთ შენი ჭირიმე. დანერვოზებულია უკვე ეს ხალხი. კიდე კაი არ მომასხეთ, თორე კი იყო ღირსი ახლა ეს რა. აუ ხო, ისქანი რო ჩავიდე გახსოვ შაშან კარაკების მაცივარში. ქაჯი, პოლიცია გამომიძახა მაგან მაშინ. ძლივს მივმალე ადგილიდან. შვრია. აი იქდებს მიდი შვრია მომიტანე. აჰა, და ეს შოკოლადი. დაბრუნე ახლა ეს თავის ადგილზე. და მოდი აგერ ჩავდგეთ რიგში. უკაცრავად ბოლო თქვენ ხართ? არა, ბაბუა ჩემია ბოლო. მომაწოდე ეგზეხვი ომარიკო. მომეცი. შემთხვევა ერთ-ერთ სუპერმარკეტში ერთი ქალბატონი მეორეს ძეხვით ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მაგრამ დამნაშავემ მიმალვა შეძლო. გამოძიების დეტალები ცნობილი უახლოეს საათებში გახდება. სუგაგიშდა ეს ხალხი რა. თეკლა მოდი გამოვწეროთ ფიხსაცმელი. დაიცადე effect sneakers. ხო ის გვერდია. მაჩვენია პარამოდელებია. ეს მაგ ეს ოქროშულს ოქროშინა მას არის გამოვწერ. ეი რა მაგარია. 1+1 აქცია ყოფილა. Adidas-ის და Puma-s მოდელებზეო. ხო? ანუ ორ ფეხსაცმელს მივიღებ საჭუქრად? ორს არა. ერთს რო იყიდი მეორე მოყვება საჭუქრად. ნახო, ეგ ისედაც ეგრეა ხოლმე. მარჯვენას რო იყიდი მარცხენა მოყვება საჭუქრად და მარცხენას რო იყიდი მარჯვენა. ნუ გააჩნია. ეხლა თუ ნიამი ფეთქდება. გოგო 1+1 აქცია იმას ნიშნავს, რომ ერთ წყულს რო იყიდი მეორე მოყვება საჭუქრად. ნებისმიერი, ან Adidas-ი ან Puma. მე გითქვა ეგრე ადამიანურ ენაზე. გეომეტრიის გამოცდა რომ მომიწყე. ხო, გამოწერეს ფეხსაცმელები და მოუტანა დღეს კურიერმა. ანასტასია, მიდი მოიტანე რა ის ფეხსაცმელები, ვაჩვენ ელიას. მოვა ახლა. შეხედელია დიდი რა მაგარი სპეციალები გამოუწერე. იგენი თეკლა მიყიდა, Puma-s მოდელია. იგენი ჯინსს უხდება ძალიან. ხო, აშკარად კარგები ჩანს. უი თეკლას რე ვიწრო ფეხი ქონია. თეკლას ტვინიც ვიწრო აქვს. ძლივს გავაგებინე რა იყო 1+1 აქცია. გოგო, მარიკოსაც გამოუწერა ფეხსაცმელები ვეძებ ახლა. 50%-იანი ბაზაკლება იყო ნარჩიტელას მოდელი. ხო. რა ნარჩიტელა? მარჯილა ქვია. ხო, რაც არის ახლა 100-ს ვარ მაპატიო. შეხედე რა ხარისხია. ნახე მიდი. ხო, ხედავ ახლა ტელევიზორში. და საცი ხარ გოგო, მაგ გაგიცივდება ყველაფერი. ატექი ხლავი დროზე. ეი, ანასტასია ტელევიზორში? გადაცემაში მიიწვიეს დე? და გადაცემაში მიიწვიეს, ბიჭო, აქციაზეა ვერ ხედავ. დედა, ეს ნორა არ არის. ანასტასია შუგნიშანთან გაიხედე. ნორა დგას. მე ჟურნალისტი მეფარება კიდე ვერ ხედავ ვერაფერს. შეკიფარება პირდაპირ ეთერშია ჩართული. აუ ტელევიზორში გამოჩენა მეც მინდოდა. ის ბავშვიც ხო გამოჩნდა. და ნორმალური ხარ ბიჭო შენ? იმ ბავშვმა მე ევროვიზია მოიგო. გამოჩნდა. ხო, კაი, გაგითიშავ ახლა. გიყურებ იცოდე დრონიდან. ხო, ჭკვიანად. დი, ქართულში მაგ დასაწერი ეს და მიკარ ნახე. მომეცი. აიღე მიდი რვეული დაიწყე წერა. ბიჭმა გადაწყვიტა ქალაქში წამოსულიყო. დედა, ეს თეკლა არ არის? წასულიყო. დედა, ეს თეკლა არ არის? ანასტასია, თეკლა ამან და გეძებს სავარაუდოდ. აი ტროტუარზე გადადი მარჯვნივ. შენგან მარჯვნივ, ჩემგან მარცხნივ, რა ვიცი. ჩემგან მარცხნივ, რა ვიცი. მაღლა აიხედე. ხო, მთავარი არქის დრონია და მანდან გიყურებ. კუდი წამოიფარე. შენ დავწერე ჩავალაგე ფეხლა ჩანთას. დედა, სულ ეგ იყო?
რავი 4 სიტყვა. ჩაალაგე მიდიხო რა ვიცი. მოვიდი, აუ ძალიან მეძინება, მთელი ღამე გავათინით. სად მიდიხარ შენ? აქციაზე. შენ რომ მოხვედი, ახლა მეწავალ ჩაგენაცვლები. თან ახალი პალტო ჩავიცვი, ხო და თუ გამოვჭდი იქ ტელევიზორში გადამიღე ფოტო. გაუშვი ბიჭო მაგას ხელი. იქნება გააფუჭდა დამადონ ახლა ვალად. სულელი რა. ესე იგი ინგა წეღარო ფილა ვნახეთ. დაახლოებით ეგ ფერი გავაკეთოთ იატაკზე. დიდი მაგრატელი. ასეთ სახში ცხო გვაქვს. გურგიაში იყიდე? ხო ეს აქ ვიყიდები შაშარო ვიყავი გამოსული ჩემბოდნის საყიდად რო არ შემოხდა ხო ერთი ამბავი იყო გავრბოდით და გადამასვლა ერთ მაქალმა წინ დაავლო იმ ჩანტას ხელი და გაიქცა ისე მომეშალა ნერვები მე მაქალს მაგრატლით შემაჭერიობდნენ საუბრობთ დღემდე ცუდინება რა დაემართეთ მიფსე ამას უყურე ფილამო აქ აი ეს მოვიტანე კედელზე ეს გავაკრათ ძეცი იქით ნაცემი ადამიანები წევნან იატაკზე ნაცემი ესე იგი ჩემბოდნები ამოიყიდა უკვე დახოცავდნენ ერთმანეთს ამ ფილებს კიდე რას დაატარებ ბიჭო აქეთ მაჩვენე ერთი. და კარგი ფილა კი აურჩევია. ხო და ეგ ვიყიდოთ და ისიც წეღარო არჩიე. ხო მაგებს ვიყიდი. ფერებიც კარგია და ხარისხიც, ფასებიც იდეალური. დღეს ხო შავი პარასკევი დაიწყო. 1 დეკემბრამდე გაგრძელდებაო საღებავების კონსულტანტმა მითხრა. ინგა ეს დამაგზავრებელიც მოინიშნე რა. გავზომე და ზუსტი სიგრძე რაც მჭირდება. სამზარეულოში შევაეთებ და გამოვჭიმავ დივნამდე. მან რო არ ხომ წამოწოლილი ტელეფონი მიჯდება და დენცქვიტა არ არის. დენცქვიტა რა არის? მე რომ მოთხრობა ვისწავლე იმაში რო იყო? არა ეგ ყურცქვიტა. დენცქვიტა ეს არის კაცო შტებცელი. წამოთი ხდა იმ საყვავილესაც ავიღებ ზეგან ერთ ცალ რო იყო დარჩენილი და გადავიხადოთ მერე. აუ ინგა შეხედი. ინქანმა დაგასწრიმ საყვავილის სახება და მეტი აღარც არის. უკაცრავად ქალბატონო, ეგ საყვავილი მე მქონდა გადადებული, ახლა მოვდიოდი ასაღებად, უნდა დამიბრუნოთ რა. იცით აქიდო, არავინ არ ყოფილა თან და თქვენი როგორ არის? იქით ხო ხოცვაშლე და იყო ბავშვიც კი დავკარგი, ან ვიპოვი კიდე და ან არა და ვეღარ დაგიბრუნებთ ჩემო კარგო, საკმარისი მსხვერპლი მაქვს უკვე გაღებული. ჯიუტი ქალია. ანუ ვერ დამიბრუნებთ. კარგით. შოკოკითო. ხო არ მომცა საყვავილე. ხო და იაროს ახლა აღიჯნებით მებით ქალაქში.